გამარჯობათ ძვირფასო მეგობრებო. აი აქ განსაკუთრებით ჟღერს გოგლას უკვდავი ლექსიდან ყივჩაღის პაემანი ის ცნობილი სტრიქონი. ისევ აღზდექი მუხრანის ბოლოს ჩასაფრებული სინჯავი არახს. დიახ, 1000-ლიანი შესონების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა მუხრანის ბოლოში და მუხრანის ველებზე, ქართლის მინდვრებზე კვლავ აღურძინა არაბული ხალიფატის საფრთხე. და ეს საფრთხე რეალურია, არ არის გამოგონილი, გაბუქებული ან ვიღაცის დისკრედიტაციისათვის გამიზნული. აღნიშნული ბომბი ინახება საჯარო რეესტრშიც, სადაც შეიძლება ნებისმიერმა მსურველმა ამოაგდოს ცნობარი და გაიგებს, რომ ბაზალეთის კედია ჩამოყოლებას და წილკანი, მუხრანი, წეროვანი გაყიდულია არაბულ კომპანიაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს არც მეტი და არც ნაკლები ბინ ლადენის ძმისშვილი, ცნობილი მსოფლიო ტერორისტის, რომელმაც დაანგრია ნიუ-იორკის ის 2 სატამბჯენი და რომელმაც დაუტოვა მილიარდები თავის 54 შვილს და შვილიშვილს და მათმა უმრავლესობამ, ვინაიდან სხვაგან არ მიეცვლებათ, მოაკითხეს ეროვნულ ტერორისტს ბიძინა ივანიშვილს და მანაც მილიარდების საფასურად გადაწყვიტა, რომ გაასხვისოს ჩვენი მამული, ჩვენი მიწა, ჩვენი სალოცავი ფუძი ადგილები. აი, ეს არის მწარე რეალობა და მე როცა ასე გოდებ და მოვთქვავ და გაწუხებთ, ვაკეთებ ამას არა იმიტომ, რომ ხმა მომცეთ, ამ პოპულარობა და ცნობადობა მაკლია თუნდაც მთელ მსოფლიოში. ვაკეთებ იმიტომ, რომ ყურები გამოიფხიკონ მოწამლულმა, გამყიდველმა ქოცებმა, რომლებიც დღესაც ქოცობენ თუ დარჩა ასეთი ვინმე, ხოლო მათ, ვინც მოათრია ეს ჭორვილელი ბურუნდუკი ხელისუფლებაში, მოინანიონ და სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ და ასეთია საქართველოს დიდი უმრავლესობა, საკუთარი ხელით მოიყვანეთ თქვენ ეროვნული მახრჩობელი, ერის მკვლელი და სახელმწიფოს გააკვიდველი რუსეთიდან დაწყებული ხალიფატამდე ყველას დაღწერო დადო ქვეყანა. ამისთვის ვაკეთებ ამ ჩარტვებს და კიდევ იმისთვის, რომ ურწმუნო თომებს ვაჩვენო რეალურად რა დღეში ვართ და რომ ეს არ გახლავთ ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფი. და რაც მთავარია, ჩვენ მოქმედებთ და უგზავნით წერილებს აი ამ ბინ ლადენის კომპანიებსაც მათ შორის, მათი ქვეყნის პრეზიდენტებს და ხელმძღვანელებს და ამერიკის შეერთებულ შტატებს და ვაფრთხილებთ, არ გაბედონ აქ არაბული სასახლეების და ხალიფატის სხვა ინფრასტრუქტურული სისტემების მშენებლობის დაწყება, რადგან ხელისუფლების შეცვლისთანავე ჩამოერთმევა მათ ეს მიტაცებული ტერორისტ ივანიშვილისგან მიყიდული ტერორისტებზე მიყიდული მამულები ჩამოერთმევათ და ტყუილად ჩავარდებიან ხარჯებში. წინასწარ ვაფრთხილებთ და დარწმუნებული ვარ, ბევრი კომპანია, რომელიც თავის სახსრებს და კაპიტალს უფრთხილდება, არ წამოიწყებს ამ ავანტიურას და არ მიიღებს მონაწილეობას ოლიგარქის მიერ დაგეგმილ აი ამ დიდ შეთქმულებით სქემაში. აი ეს მინდოდა მეთქვა, წარმატებებს გისურვებთ, ქართველი ხალხი გაიღვიძებს და დარწმუნებული ვარ, ეს შავი ღამე დამთავრდება ძალიან მალე. დიდი მადლობა.